ნოღაიდელის პარტიაში განხეთქილებაა. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის იმერეთის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ქუთაისში დღეს საგანგებოდ შეიკრიბნენ და ზურაბ ნოღაიდელს პარტიის დატოვებისკენ მოუწოდეს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში რიგგარეშე ყრილობის მოწვევითა და ნოღაიდელის პარტიიდან გარიცხვით იმუქრებიან. რეგიონალური ორგანიზაციების თავმჯდომარეები პარტიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ და სამართალდამცველებისგან პროგრამა კარდაკარისთვის გამოყოფილი თანხის მოძიებას მოითხოვენ. ზურაბ ნოღაიდელს პარტიის დატოვება რამდენიმე დღის წინ თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც მოსთხოვეს. პარტიის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კოპა აბულაძე პირად საუბარში რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს ხელისუფლების აგენტობაში ედანაშაულებს და აცხადებს, რომ რიგგარეშე ყრილობის მოწვევის უფლებამოსილება ამ პირებს არ გააჩნიათ. ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, რომ ესე იგი უახლოეს ხანში მთელი რესპუბლიკის მასშტაბით მოვიწვიოთ ყრილობა და ამ ყრილობაზე გადაყენებული იქნას ბატონი ზურაბ ნოღაიდელი იმის გამო, რომ მან მიზანმიმართულად დაანგრია და უმოქმედო გახადა პარტიას. რიგგარეშე ყრილობის დანიშვნას ვაპირებთ, აუცილებლად დავაგნებთ საკითხს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა თავმჯდომარე, აუცილებლად უნდა გადადგეს ზურაბ ნოღაიდელი.